ეს არ არის ამერიკის ყველაზე ლამაზი ქალი, თუმცა მას ასე მოიხსენიებენ. ახალი it gogo, ახალი top მოდელი, ყველაზე ლამაზი არსება, რაც კი ოდესმე შეემთხვა შეერთებულ შტატებს. და უნდა ვთქვავ, ფიქრობ, როცა მის ვიდეოს ნახავთ, დამეთანხმებით. ეხლა კონტექსტისთვის არ მიყვარს ადამიანების მიმართ ცუდად საუბარი იმის გამო თუ როგორ იცვამენ ან როგორ გამოიყურებიან. მაგრამ, როდესაც საზოგადოებას ასე აშკარად უბიძგებენ პოლიტიკური დღის წესრიგით, რომ აღიაროს რაღაც, რაც ყველასთვის აშკარად ღვილია, უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა. რა ხდება სინამდვილეში? და კიდევ ერთხელ, გთავაზობთ ამას თქვენ. ეს არის ამერიკის ახალი top მოდელი, ამერიკაში ყველაზე ლამაზი გოგო. მითხარით. ახალი მსუქანი არ ამოდის ხატი, არც განსაკუთრებულად ლამაზი, არც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი. მაგრამ როგორც კი გაიგებთ, ვინ არის ეს გოგო, დაიწყებთ იმის გაგებას, რატომ აჩვენებენ თითქოს ის არის ყველაზე საოცარი რამ, რაც კი ოდესმე მომხდარა. რადგან ის კამალა ჰარისის გერია, გოგონა სახელად ელა M.M. და რაღაც მიზეზით მათ გადაწყვიტეს, რომ ის უნდა აქციონ იმ ყველაზე კარგ რამედ, რაც კი ოდესმე შეემთხვა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაგრამ ის არ არის ამერიკაში ყველაზე ლამაზი გოგო და ხალხი ამას ამჩნევს. და უბრალოდ ეს იმდენად თვალში საცემია, რომ ეს მოდის ინდუსტრიები წარმოუდგენლად პოლიტიკურად მოტივირებულები არიან. კიდევ ერთხელ შეხედეთ ამას. კამალა ჰარისის გერი, ელა მოფი აჩვენებს თავის მოდურ სტილს, როცა ავცელებს სხეულის გაჭიმვის ვარჯიშს. ეს შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მოფი აღწერეს როგორც მოდის it gogo და ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ სამოდელო სააგენტოსთან აქვს კონტრაქტი, IMG-ში. ეს არის ელა M.M. მოდა. სილამაზე. არა. უბრალოდ არა. და კიდევ, მე არ გავაკეთებდი ვიდეოს ამ ქალის გარეგნობაზე საუბრისთვის, რომ არა ის ფაქტი, რომ ისინი გვატყუებენ და ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ეს არის საუკეთესო რამ, რაც ოდესმე მომხდარა. ეს მოდა არ არის. ამაში არაფერია მოდური. ამაში არაფერია ლამაზი. ამაში არაფერია სასიამოვნო. და უბრალოდ მაინტერესებს, სად არიან ის დღეები, როცა ვამბობდით, რომ ლამაზი არის ლამაზი. და ამის ნაცვლად ვამბობთ, რასაც ვიამას. ეს უშნოა, არ უხდება. მასზე მარცვაბია, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს ბავშვმა მოგსოვა. არაფერია ამაში კარგი. მაგრამ როცა ინდუსტრია ცდილობს კამალა ჰარისი წინა პლანზე წამოწიოს და ისე წარმოაჩინოს, თითქოს ის საუკეთესო რამაა, რაც კი ოდესმე მომხდარა, საბოლოოდ ასეთ შედეგს იღებ. უბრალოდ გაუგნებული ვარ, მართლა გაუგნებული, რომ ესეთი ქალი უნდა დაგვაჯერონ. და ეხლა ხან უსმედი პოდკასტს, რომელიც Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა SSRI-ებზე და ყველაზე თვალწამტაცი რამაა, რაც კი ოდესმე ყოფილა, თუმცა ასე არ არის. და კიდევ ერთხელ, ის განსაკუთრებულად უშნო არ არის. მე პრობლემა არ მაქვს მის გარეგნობასთან, მაგრამ შეწყვიტეთ პოლიტიკური დღის წესრიგის, მაგალითად კამალა ჰარისის არჩევის მცდელობა და ამის მუდის ინდუსტრიასთან შერევა. უბრალოდ თავი დაანებეთ. ის ფაქტი, რომ ის ხელშეკრულებით არის IMG მოდელსთან, რომლებიც წარმოადგენენ სუპერმოდელებს, როგორიცაა ჰაიდი კლუმი და ჟიზელი მაგალითად, გთხოვთ ვინმე ამიხსნას, როგორ არის ეს საერთოდ შესაძლებელი. და ყველაზე ნათელი ახსნა ამ ყველაფერზე ალბათ ის ფაქტია, რომ მათ უბრალოდ სურთ მისცენ კამალას ახალი რამ. კიდევ ერთი რამ, შემდეგი დიდი რამ. და მათთვის ვინც არ იცის, კამალა აშკარად ცდილობს იყოს კიდევ ერთი დემოკრატების საპრეზიდენტო ნომინანტი. კარგი ამბავი ისაა, რომ როგორც კელსი ამბობს, კამალა ჩამოდის. და მათთვის ვინც ჯერ არ იცის, კალში სპონსორობს ჩვენს ვიდეოებს, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ. და ისინი ფაქტობრივად ყველაზე დიდი პროგნოზების საფონდო ბირჟაა შეერთებულ შტატებში. აქ ადამიანები აზიარებენ იმას, რასაც რეალურად ფიქრობენ. ასე რომ თუ გსურთ, აუცილებლად ჩამოტვირთეთ აპლიკაცია. კალში იწერება KALSHI. მიიღეთ $10, როცა გამოიყენებთ კოდს MEIRA-K და ჩადებთ $10 თქვენს პროგნოზში. მაგრამ კიდევ ერთხელ ფაქტია, რომ Gavin Newsom-იც აქ არის, IOC.
IOC-ც აქ არის. კამალა ჰარისი მუდმივად ზევით და ქვევით მოძრაობს, მაგრამ ეს აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული манипуляციის კამპანიაა, რომ დაგაჯერონ თითქოს ის შემდეგი პოპ-ვარსკვლავია. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იციან, პოპ-ვარსკვლავები ყველაზე ახალი ტრენდია. საუკეთესო გზა პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. და თუ შეძლებენ, რომ ხალხი კამალას შეუყვარდეს და შეიყვარონ ეს კამალასთვის მეტ პოლიტიკურ ძალას ნიშნავს. ეხლა ხან ბევრი კაბა შეუკვეთე The Real-დან და მოდი ჩავიცვათ და ვცადოთ. ძალიან საყვარელია. მეც ვაპირებ ცოტა შევაკეცო, რომ გვერდებზე ცოტა მეტი ადგილი იყოს და წელზეც უკეთესად მომერგოს. ეს Love and Lemons-ის ბრენდია. ნამდვილად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პატარძალი მოდის. არ მჯერა, რომ ეხლა მის ხმას უნდა მოусმინო, მაგრამ კიდევ ერთხელ ამაში არაფერია მომავალი ტოპ მოდელის ენერგია. ეს არ არის ის გოგო. ეს არ არის ამერიკის ყველაზე ლამაზი გოგო. და მართლა დავიღალე იმით, რომ ხალხი გვახვევს რაღაცებს, თითქოს ჩვენ თვითონ ვერ ხედავდეთ, რომ ეს არ არის ის. სალში გაკეთებული ქინძის ჰუმუსი, რომელიც მე მოვამზადე. დღეს ჩემს მაგნიტების კოლექციას გადავხედავთ. მაქვს ბევრი. ეს ვიდეო ყოველთვის არ არის. ვიცი, ბევრს მაგნიტები არ აინტერესებს. ზოგიერთი მათგანი უკვე ნახეთ, თუ ჩემი წინა ვიდეო ნახეთ. თუ გულწრფელები ვიქნებით, მე ამ უცნაური შემზარავი წითელი რაღაცა უფრო მაინტერესებს, რომელიც მის უკან არის. ბოლო ანტიკვარული ნივთების ძებნის ვიდეო. ვეგასის სათამაშო აპარატი. და დიახ, მუშაობს. მსოფლიოს ყველაზე პატარა კროშეს მუზეუმიდან. პორტო ჰელი. ეს ვიღაცის მცდელობაა აქტუალური იყოს. ჩემთვის ეს სამწუხაროა. ვიდეოს გაკეთება იმის შესახებ, რომ უცნაური მაგნიტების აკვიატება გაქვს. ეს დანიიდანაა. და ეს პატარა კლიპია. მოწევა აკრძალულია. ჯერ კიდევ არ მიხიდია ბატარეა. ეს კაბოდან არის. ესეც ლონდონიდანაა. Tate Modern-ში ვიყიდე. უცნაური ფენომენია. ეს უცნაური ფენომენია, მაგრამ სინამდვილეში ამაზე ცოტა ბედნიერიც ვარ, რადგან ეს გვახსენებს. თითქოს ისინი ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ჩვენ თვითონ არ ვიცით რა არის სილამაზე და ამას თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ცვლიან. და ეს არ იმუშავებს. რადგან გონია, რომ ჩვენგან უმეტესობას შეუძლია გააცნობიეროს, რომ ეს არ არის სილამაზე. გონია, რომ არ უნდა ასე ვიფიქრო. კარგი ფაქტი, რომ მან მოდელობა გააკეთა ლალაკოსტესთვის, კოჩისთვის და ბალენსიაგასთვის, არ არის გასაკვირი, რადგან ბალენსიაგა პოლიტიკურად შემზარავია. მათთვის, ვინც არ იცის, რას წარმოადგენს ბალენსიაგა და რა პედოფილური ამბები ხდება იქ, უნდა გადაამოწმოთ, რადგან ეს ცოტა უცნაურია. მაგრამ ყველაფერი ამაში თითქოს ყვირის, რა უბრალოდ ცოტა არაჯანსაღია. არავინ, ვისაც სურს იყოს ლამაზი, არ იცვამს ესეთ ანსაცმელს. ბოდიში. შენ თავს ლამაზად იგრძნობდი, რომ ნაგვის პარკი გეცვა? მე არ ფიქრობ, რომ ის ლამაზად გამოიყურება. მე არ ფიქრობ, რომ ეს მოდაა. სხვათაშორის ეს მისი ყოველდღიური ვარჯიშის რუტინაა. ეს არ არის ის. ეს არ არის. ესე არ გამოიყურებიან ამერიკის ყველაზე ლამაზი გოგონები. რა თქმა უნდა, იხლიების თმა გვაქვს. ეს უბრალოდ არ არის ის, მეგობრებო. ეს არ არის. და არ ფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენგანმა უნდა დაიჯეროს ეს. ასე რომ, ნუ მისცემთ უფლებას, რომ манипуляცია გაგიკეთონ და დაგაჯერონ, თითქოს ეს არის ის. კარგი, ეს გოგო. და იცით, ამ მომენტში ძალიან დიდი იმედი მაქვს. ჩვენ შევძელით ეს. ძალიან ბევრი ემოცია მაქვს ერთდროულად. ძალიან ნერვიულობ, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი იმედი მაქვს. ეს მართლა საოცარი იყო, რომ ნიუ-იორკი ასე გაერთიანდა და ზორანს გვერდში დაუდგა. ხო, მოდით გავაკეთოთ ეს, მეგობრებო. საოცარი არაფერია. მას თავისი დედა უყვარს, დონი. გასაკვირი არაფერია. არანაირი სიურპრიზი აქ. მათ არანაირი სირცხვილი არ აქვთ პოლიტიკური მიზნებისთვის. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საშინელი, საზიზღარი და გულისამრევი რაღაცები მოგვახვიონ თავს. არა, ის გულისამრევი არ არის. მიუღებელია, როცა ცდილობენ დაგაჯერონ, რომ ყველაზე ლამაზი ამერიკელი გოგო ასე გამოიყურება. ასე არ არის, ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა. შეგიძლიათ შეწყვიტოთ ფაქტებით მოგვახვიოთ, რაც სინამდვილეში ფაქტები არ არის. ჩვენ ვხედავთ თქვენს ტყუილებს. ეს სამარცხვინოა. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.